ნიდო პატარა ანალიზის ვიდეო გამაკეთებინა One Punch Man-ის სეზონის ანიმაციაზე. უფრო კონკრეტულად იმ სერიებზე, რომელსაც ხალხი აჰაიპებს, რომ კარგი ანიმაცია ქონდაო. და რატო ქონდა მაგათაც აბსოლუტური საშინელი ანიმაცია რეალურად. ანუ ყველაზე აშკარა რაც არის, მაგრამ მთელი პირველი სერია და სხვა სერიებიც არის still frames. და მაგ შემთხვევაში როცა პერსონაჟები არიან დახატულები, ეს პერსონაჟები აშკარად დახატულები არიან off model. ანუ არანაირი მოძრაობა და პლუს ანატომია არის არასწორი. პერსონაჟების დიზაინერი ქმნის პერსონაჟების დიზაინერს შიც, ანუ character design შიც, რომელშიც ყველა მთავარი და მნიშვნელოვანი პერსონაჟის დიზაინია დახატული სხვადასხვა კუთხიდან, წინიდან, გვერდიდან, ან სხვა ნებისმიერ კუთხიდან, რომელსაც სჭირდება თუ ამ წინასწარ განსაზღვრულ მოდელს არ მიყვება ანიმაცია. მნიშვნელობა აქვს დახატულია გვერდზე წინიდან თუ საიდან, ამას ეწოდება off model animation, off model ანიმაცია. Okay, გამონაკლისები როცა off model ანიმაცია, მარტივად ვთქვათ, ტექნიკურად off model ანიმაცია არ არის და დაშვებულია არის იმ შემთხვევაში თუ მსგავსი სტილი აქვს უბრალოდ. ცოტა აბსტრაქციული გაურკვეველი სტილი აქვს ანიმაციას. მაგალითისთვის Ping Pong Z Animation ან Konosuba. ამაზე ადრე ვიდეოს ვყურებდი და Chief Animation Directors, ანუ ანიმაციის რეჟისორს, ანუ რომელსაც პერსონაჟების დიზაინების შესწორება ევალება. პირდაპირ აქ თქვენ რომ ანიმატორებს თავისუფლებას ვაძლევ, რაც თქო ის ახალდა სახეებზე ანატომიის შესწორებას არ ვაკეთებ ხოლმე. ტოვებისაც როგორც არის ორიგინალი ანიმაციაში, ანიმატორებს გაკეთებულიში და ავაძლევ რომ უფლებას დახატოს ისე როგორც ვთქვათ. ანუ ეს გამომდინარეობს სტილიდან, მაგრამ თავისთავად ამასაც ზღვარი აქვს, თუ რაღაცა სტილი აქვს არჩეული ანიმატორს და მოდელი არაა კონკრეტული შედგენილი პერსონაჟის, არ მიყვება ხშირად პერსონაჟის ანიმაცია კონკრეტულ მოდელს, ანიმაციის სტილი მაინც იქ უნდა იყოს. მეორე შემთხვევაში, რასაც გამონაკლისია ხოლმე, როცა ანიმატორი მიზანმიმართულად ხატავს ხოლმე, ტექნიკურად off model ანიმაციას, არის როცა არის ცნობილი, გამოცდილი ანიმატორი. მაგალითად იუდა კანაკამურა, ვისაც ჩასარტე ან სხვა პროფესიონალი, რომელსაც თავისი უნიკალური სტილი აქვს ანიმაციების. რეჟისორი თავისუფლებას ანიჭებს ამ ადამიანს და არ ავალდებულებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმ სტილს და დიზაინს, რაც შედგენილია პერსონაჟებისთვის, იმ სტილს მიყვნენ ხოლმე. მაგრამ ეს არის ხოლმე როგორც წესი action ანიმაციების დროს, როდესაც პერსონაჟი ჩქარა მოძრაობს და გაურკვეველია მისი სახე, მოძრაობა, ანატომია. 80% შემთხვევაში ეს ანიმაცია მარტო იმ შემთხვევაში გამოჩნდება თუ დაასტოპებ. მაგალითისთვის ნარუტო, რომელსაც ხშირად გადააობენ ხოლმე, რომ ნარუტო რასაც დაასტოპოთო და საშინელი ანიმაცია ყო, რეალურად არ არის. ეს არის უბრალოდ სტილი ანიმაციის. თუ ანიმაციის დასტოპება გჭირდება იმისთვის, რომ ეს დამახინჯებული სახეები სხეული შემჩნიო პერსონაჟების და მოძრაობაში ვერ ამჩნევ, ესე იგი მიზანმიმართულად იყო გაკეთებული იქ. მაგრამ One Punch Man-ის შემთხვევაში მაგალითად არც მოძრაობა არ არის, ამას ანიმაცია და მოძრაობა არ ქვია, ანიმატიკ ძლივს ქვია და მიუხედავად რომ მარტო 3-4 კადრია დახატული და ეგ მეორდება წამდაუწომ ამ სცენაში კონკრეტულად, მაგ შემთხვევაშიც კი ანატომია არასწორია და პერსპექტივაში არასწორადაა დახატული, სხეულიც, თავიც და ყველაფერიც. თან გაითვალისწინეთ პირველი სერია. შემთხვევაში მაგალითად ნახატიც კარგია, სტილიც კარგია, შუქჭდილები ტონი ყველაფერი არის და ანატომიაც სწორია, მაგრამ არანაირი მოძრაობა არ არის. ამ კადრშიც კარგად არის დახატული, მაგრამ ეს სცენა გრძელდება სადღაც უკვე სახე არასწორია აქვს. ოკეი? და ანუ ხრები ძალიან დიდია, ანატომია უკვე არასწორია. შეიძლება ამ კონკრეტულ სცენაში დიდად შესამჩნევი არ არის, მაგრამ სხვა სერიებში აშკარაა. და ტექნიკურად რაღაც ხარვეზები მეორე სეზონსაც ქონდა, მეორე სეზონის ანიმაციას და აქ იხსნით გაჩვენებთ რას. მაგრამ იქ არ იყო შესამჩნევი ყველაფერი. მაგალითად ამ ბრძოლას რო უყურებთ მეორე სეზონიდან, გარკვეულ სცენებში, ტელევიზორის განმავლობაში, აქ არა, მაგრამ გარკვეულ კადრებში არის off model ანიმაცია, პერსონაჟების დიზაინები არ არის და ანატომია პერსპექტივაში კარგად არ არის დახატული, სასწორია მომენტებში. მაგრამ აქ არის თითო ორლა კადრი. მაგალითად ამ სცენაში ანატომია მოდელი პერსონაჟის არ ვარგა, არ არის კარგი და კარგად დახატული, ის როგორც უნდა იყოს და მოძრაობაც არის როგორც თქვა stiff. ცოტა არ იყოს in between კადრები და ანიმაცია აკლია ზოგიერთ სცენაში. მეორე ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო, რომ smith frames და რაღაცები ჩაემატებინათ, მაგრამ არც ეგ არ აქვს და სტილიდან გამომდინარე, როგორც სტილში საფრთხეული, უფრო მეტი კადრი უნდა ყოფილიყო მაგ შემთხვევაში. აქაც მოდელი პერსონაჟის იცვლება სახეც და სხეულის არასწორადაა დახატული. მაგრამ გარუს პერსონაჟის დიზაინიდან გამომდინარე, თული კომპლექსური დიზაინი აქვს, გასაკვირია არაა, რომ ანატომია ზუსტად ყველა კადრში ერთნაირი და სწორი ვერაა, ოკეი? One Punch Man-ის მესამე სეზონის შემთხვევაში 1 ან 2 კადრი აქვს დახატული. ამ ბრძოლასავით ის მომენტია, რომ 1000-ობით კადრი აქვს დახატული და იქიდან სადღაც 20-30 კადრი არის off model და არის ნორმალურად დახატული, ხო? ან რამდენიმე წამიანი სცენაში არის off model ანიმაცია. One Punch Man-ის მესამე სეზონის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, არის still frames. ანუ 2-3 კადრია, არა 1000-ობით 2-3 კადრია დახატული და ის 2-3 კადრიც არასწორად არის დახატული. ანუ პერსონაჟების დიზაინი და ანატომია არასწორია იმ კადრებშიც. One Punch Man-ის პირველი სეზონის რო უყუროთ, იქ
არც off-model ანიმაცია არ არის, რომელი მხრიდან შეხვდრო რა ვარიანტი შეიძლება იყოს, სწორად არის დახატული. One Punch Man-ის მეორე სეზონის შემთხვევაში off-model ანიმაცია არის, ოკეი? კადრები არ ემთხვევა, პერსონაჟების დიზაინები არ ემთხვევა სხვადასხვა კადრში ერთი მეორეს და ანატომია არასწორია, მაგრამ ანიმაცია არის. სხვა მაგალითად შემიძლია მოვყვანო რეკორდო ფრაგრანტი. იქ რასაც უყურე, არ მხოლოდ კომპლექსური დიზაინები აქვს, არამედ ანატომია ყველაფერი სწორად არის დახატული, მაგრამ მოძრაობა არ არის. One Punch Man-ის მესამე სეზონის შემთხვევაში 9-დან უყურე 6 სერიას, ოკეი? და 4 სერიაში არ იყო მოძრაობა. მარტო ნახატები იყო. რასაც მოძრაობა დაერქმეოდა, რეალურად არ არის მოძრაობა, იმიტომ რომ 2-3 კადრია დახატული. ყველა სცენაში რომელშიც რამე მოძრაობა პერსონაჟი რაღაცას ამბობს ან მოძრაობს, ან პირია დახატული მარტო, ან ხელების რაღაც მოძრაობა არის 2-3 კადრი. ასევე კიდე ბლოკს რო შევატაროთ. ბლოკი თავიდან ბოლომდე აშკარად დაგეგმილი ხონდათ რომ PNG უნდა გაეკეთებინათ, ან როგორც ეხება ხომ PNG ანიმაციას უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ აშკარად წინასწარ ხონდათ შედგენილი პერსონაჟების დიზაინები და მოდელები, რომელიც კარგად იყო დახატული და იმას სლაიდ შოუს სახით ამოძრავებდნენ. ოკეი? მაგრამ იქ დიზაინები მაინც იყო. შედგენილი და დიზაინები მაინც ეთხოვდა. აქ თითო კადრია დახატული. 20 წამიანი სცენისთვის და 9 წუთიანი სცენისთვის 2 ან 3 კადრია მარტო დახატული. და მაგით ქმნიან მოძრაობის ეფექტს. და ეგეც დახატულია არასწორი ანატომიით. მარტივად ვთქვა და ბლოკს არ მიყურებია და მაგრამ რაც დანახი მაქვს ანიმაციები, ბლოკის ანიმაციაზე უარეს One Punch Man-ის მესამე სეზონი. და ანუ ამას მეპირდად არც კი მოველოდი, რომ ეს საშინელება იქნებოდა. მე მეგონა ოდნავ უკეთესი მაინც იქნებოდა. ამ ყველაფერს კიდევ უარეს ხდის ის, რომ პირველი სერია რო დავაიგნოროთ, უდიდესობა სცენაში სერიების თითქმის 80% არის ძალიან მარტივ სტილში დახატული. ანუ პერსონაჟების დიზაინს კი არ აქვს ისეთი, რომ რაღაცა ბევრი შუქჭრილია, ანუ ის ვარიანტი იყოს, რომ რეკორდო ფრაგრანტივით კომპლექსური პერსონაჟების დიზაინები აქვს. ეგ მომენტიც კი არაა. ამ კონკრეტულ სერიაზე, მე-6 სერიაზე ეს სერია იყო outsourced. ანუ მარტივად რო თქვათ, ანიმაციის სტილითაც კი დრო არ ქონდათ, რომ ყველა სერია გაეკეთებინათ და სხვა სტუდიას მიანდეს. Watchmenis მესამე სეზონის სტუდიის გაკეთებული არაა. სხვა სტუდიის გაკეთებულია ეს სერია. ეთქობა კიდევაც. არ ვიცი, სხვა კადრებში შეიძლება არ შედეს off-model ანიმაცია, რომ პერსონაჟების დიზაინები არასწორია, მაგრამ ამ სცენაში ხო აშკარა სხეული და სახე გენოს არც გიგავს. ახლა ვისაუბროთ სერიაზე, რომელსაც მაღალი შეფასება აქვს და ხალხს ვთქვა, რომ კარგი ანიმაცია ქონდაო. რაც მოდი ესე ვიტყვი, სადაც კატასტროფული ანიმაცია არ არის, მაგრამ აბსოლუტურად დაუსრულებელია. ამ მთელ სერიას მაგალითისთვის აშკარად აკლდა in between ანიმაცია. დაგაშვებთ რას. ანუ მოძრაობას თუ აკვირდებით, არ არის, როგორ თქვა, smooth, კარგი გადასვლა ერთი მეორეში, ერთი კადრიდან მეორე კადრში და აშკარად მოძრაობა უხეშია. როცა ანიმაციას აკეთებენ storyboarding-ის მერე, ანიმატორი აკეთებს ანიმაციას, რომელიც არის მონახაზივით. მაგალითისთვის ეს არის კი ანიმაცია იუტაკა ნაგამურასი Sword of Strangers და ანუ ეს პირველი მონახაზი აშკარად გაკეთებული, ანუ დას კი ანიმაციას არ არის დასრულებული, მაგრამ მაინც ძროობა, ბევრად უფრო უხეშია აქ. ხდებით? ანუ კადრები გამოტოვილია. და აქ უკვე in between ანიმაცია ჩამატებულია. ამ შემთხვევაში უკვე შუქჭრილების და ისმის ისიც დამატებული, მაგრამ იუტაკა ნაკამურას შემთხვევაში შედარებით მეტი კადრები აკლდა. ეს არ ვიცი ანიმატორი ვინ არის, მაგრამ აქ შედარებით მეტი ანიმაცია და აქ ნაკლებად აქ ხეში მოძრაობა ნაკლებად არის, მაგრამ აქაც ჩამატებდნენ in between ანიმაციას, ანუ კადრებში ჩამატებდნენ. მაგრამ One Punch Man-ის შემთხვევაში მარტივად ვთქვათ, რამოდენიმე ეტაპის გამოტოვებით პირდაპირ კი ანიმაციიდან გარანტირებულად, ანუ კი ანიმაციიდან in between ანიმაციის და სხვა რაღაც დეტალების გარეშე პირდაპირ გადავიდნენ საბოლოო ეტაპზე. ანუ გარანტირებულად რაღაც მსგავსი შემთხვევა იყო, იმიტომ რომ არაა დასრულებული აშკარად. და გარდა იმისა, რომ როცა პერსონაჟები ჩქარა მოძრაობენ ghosting-დან dimming გადევს, ან დაბურულია ეკრანი, მაგას სხვა მიზეზები ექნება, მაგრამ ამ სცენებში როგორც ხედავთ, 2D და 3D ანიმაცია, ან ფონი და პერსონაჟები ერთმანეთთან კარგად არ არის შეთავსებული და შეხამებული და ფონებიც კიდე ასევე ანუ კომპოზიტინგის ფერები რაღაც არის შერჩეული არის საშინელება ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. აქ CGI საშინელი, სცენაში თავიდან ბოლომდე არის off-model ანიმაცია, შეწორებები აკლია პერსონაჟების დიზაინებს. და ეგ დიზაინიც არის ძალიან მარტივ სტილში გაკეთებული. სტილინგად მარტივია, რომ ანუ არც კაგენაში არ არის, ანუ შადოულეს ჩრდილების გარეშე, მაგრამ რეალურად ანუ ცუდად არის დახატული.
ხატული და აქაც მოძრაობასაც ემჩნევა პერსონაჟებისაც ხო ხდებით ანუ პერსონაჟების რაღაცა like ფერების გარდა კომპოზიტინგ რაღაცა დამატებით ეფექტები არაფერი არ ადევს აქაც თუ აკვირდებით საშინად არის დახატული და მოძრაობა აკალია ასევე სტილიც მარტივია შეუძლია რომ like 2-3 შუქჭდილით გარდა არაფერი არ აქვს და ეგეც like ორ ტონში ამ სტილშიც კი ანიმაცია ასეთ საშინელება არ უნდა იყოს ფრთხელებაში. ანუ რო შევადაროთ მაგალითად შავკოვერი აკეთებს ხოლმე მაგას, ძალიან მარტივ სტილს აკეთებს ხოლმე კაგენაში სტილს, მაგრამ იქ ანიმაცია და მოძრაობა ბევრად უფრო უკეთესია ხოლმე და პერსონაჟების დიზაინებიც მუდმივად კონსისტენტ. ანუ ერთ და იგივე როცა ექშენ სცენებს აკეთებთ, ძალიან მარტივ სტილს ირჩევენ ხოლმე ფონისთვისაც და ასე ვქვია პერსონაჟების დიზაინისთვისაც ფაქტობრივად კაგენაში სიყრება ხოლმე შუქჭდილების გარშემო სტილს. მოძრაობა ამ შემთხვევაში დააკვირდებით რომ ბევრად უკეთესია. ცოტა ჰავიკლოვერივით One Punch Man-ის მაგ სერიაში მცდელობა იყო იშიტანის ცირკუსის გაკეთების. როცა like პერსონაჟი მოძრაობს და სწრაფად მოძრავი საგნები დაყვება უკან, ჩქარა. Okay? როცა ეგ სამი პერსონაჟი იბრძოდა One Punch Man-ის მაგ სერიაში, მაგრამ აქ როგორც ხედავთ, ანუ უკეთესად არის გაკეთებული შავკლოვერში. რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო რა. აქაც თად კარგად არის შეთავსებული ფონები და პერსონაჟები ერთმანეთთან, მაგრამ არ არის შესამჩნევი იმდენად, რადგანაც One Punch Man-ის მაგ სერიაში. ახაც 3D ფონებია გამოყენებული, მაგრამ დიზაინიც მეტნაკლებად მარტივ სტილში დახატული. Okay, ფონები ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივ სტილში შედახატული, ანუ კაგენაში ფაქტობრივად, მაგრამ მოძრაობენ და ანუ like დაუსრულებელი ანიმაცია არ არის. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ასე ვქვია მარტივ სტილში გაკეთებული ანიმაცია, okay? რო ანიმატორებს ბევრი არ ეწვალათ. One Punch Man-ის შემთხვევაში რაც არის, ეგ არ არის გამარტივებულ სტილში გაკეთებული ანიმაცია. Okay? არის ასე ვქვია დაუსრულებელი ანიმაცია. და კიდე არც ის მომენტი არის, რაც აქ შევამჩნევ One Punch Man-ზე. პერსონაჟები, როცა მოძრაობენ და ფონიც მოძრაობს, აშკარად პერსონაჟები და ფონი სხვადასხვა ფრეიმ რეიტში გაკეთებული. ზოგ სცენაში ვაფშე ფონი არ არის დახატული და საცაა დახატული ფონი და 3D ფონი და პერსონაჟები სხვადასხვა ფრეიმ რეიტში მოძრაობენ. Okay? იქ და გამომდინარე რომ CGI რო უნდა ამოძრავო კამერა ფონზე და ანუ პრობლემა არ ექნებათ მაგაზე პერსონაჟებისგან განსხვავებით რომელიც თავიდან უნდა დახატო ყოველ კადრში და CGI-ით ვერ ამოძრავებ სხვადასხვა ფრეიმ რეიტში გაკეთებული რა ანუ პერსონაჟები უფრო ნაკლებ ფრეიმ რეიტში დახატული პერსონაჟი ალბათ ორებზე თუ პირიქით ანუ ყოველთვის მეშლება ხოლმე რომელია 1 და რომელია 2 ანუ 12 კადრი წამში არის მგონი 2-ები და 24 კადრი წამში არის მგონი საქვი 1-ები მაგრამ მე ვჭვება აქაც კი 12 კადრი წამში და 24 კადრი წამში იყოს შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს ამ ბრძოლას ერთ-ერთი რაც კარგი, okay და ეგეც ანიმაციაზე არ არის, ეგ არის ქორეოგრაფია. მე თუ გითხოთ საუკეთესო სერია იყო, აქ მაგალითისთვის ანუ მინიმალისტური მოძრაობა ასევე, მაგრამ მაინც მოძრაობს პერსონაჟი და ფონებთან კარგად არის შეთავსებული. ანუ CGI არ ემჩნევა რომ CGI დიზაინების პერსონაჟის მთელი სერიის განმავლობაში კონსისტენტ იყო, ანუ ყოველთვის უსმოდი არ იყო. ანუ საშინლად დახატული არ იყო ყოველთვის. აქ რაღაცა like მოძრაობა მაინც არის ანიმაციაში და ანუ არის მომენტები მაგალითად ეს რომელშიც მართლა კარგად ანიმაციური სცენებია და შეიძლება შეთავს რომ არავის რა ანიმაციაა. და ტექნიკურად ამ პერსონაჟის დიზაინი თუ დააკვირდები იცვლება ზოგ სცენაში და ყოველთვის ერთად დახატული არ არის, მაგრამ like full დიზაინი აქვს. ანუ სხვა პერსონაჟებით მარტივი დიზაინი არ აქვს, ამიტომ გავატარებთ მაგას. Okay, არ აქვს მნიშვნელობა. მეტნაკლებად არის. ამ საშინელი კოსტინგ და დინგით რო იყოს გაფრჩებული ყოველი სცენა. Okay? და ბრულის ნიმეებით. აქაც ასევე მექანიზმაცია არის არაჩვეულებრივი, like იშიტანის ცირკუსის მცდელობა, რომელიც იშიტანის ცირკუსს მაინც გავს და ანუ ეს პერსონაჟების დიზაინი, ანუ აქაც გამარტივებულია ზოგ სცენაში უფრო დეტალურად დახატული, იცვლება მარტო ვთქვათ, მაგრამ მაინც like ნაკლებად შესამჩნევი. რაც იქნება მგონი საუკეთესო სცენა მთელ სერიაში, მაგრამ რამდენიმე წამი გრძელდება, მაგრამ მაინც აი ეს მართლა კომპლექსური დიზაინის მიქას მოძრაობა გააკეთეს, თუნდაც რამოდენიმე წამით, მაინც like კარგი ანიმაცია. ანუ ყოველ შემთხვევაში კარგი რეჟისურა და კარგი დიზაინები მაინც აქვს ამ სერიას. როგორც თქვი, აქ კარგად დახატულია დეტალიზირებული დიზაინი, მიხვდეთ რომ ანიმაცია არის და აქაც like კარგი სცენა იყო ეს. ანუ მიხვდეთ რომ რამდენიმე წამი გრძელდება, ეს სცენები არის აქა-იქა შემოგდებული, რომელიც like მართლა წვალება დასჭირდებოდა და შრომა დასჭირდებოდა ანიმაციაზე. აშკარაა რომ ცადეს მაინც. ჯუჯუტსუ კაიზენის მაგალითად რომ მოვიყვანო, რომელიც ასევე არის მექანიმე, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი მექანიზმაცია ჰქონდა. like ხედავთ ხო, არა მხოლოდ პერსონაჟის ანიმაცია, არა მხოლოდ like ასევე რობოტი როგორ მოძრაობს, როგორც ხედავთ, ანუ არაჩვეულებრივი მექანიზმაცია აქვს. დიზაინი 1000-ჯერ უფრო კომპლექსურია ვიდრე One Punch Man-ის მაგ სერიაში. ანუ შუქჭდილების ტონების რეჟისურა არაჩვეულებრივი, ფერები არაჩვეულებრივი, ბევრად უფრო მეტი მოძრაობა აქვს. ამ სცენაშიც და სხვა სცენებშიც. მნიშვნელობა არ აქვს ეს რობოტი გაჩერებულია თუ მოძრაობს, like ყველა სცენაში ძალიან დეტალიზირებულია. ანუ მიუხედავად რომ ამასაც საშინელი გოსტინგ და დინგედო ამ ანიმაციას, ასევე One Punch Man-ი არ არის მექა ანიმე, ისევე როგორც ჯუჯუტსუ კაიზენი. ჯუჯუტსუ კაიზენს არაჩვეულებრივი მექა ანიმაცია ჰქონდა. არა მხოლოდ მექა ანიმაცია, ასევე როგორც ხავთ უმაგრესი პერსონაჟის და ექშენ პერსონაჟის character animation და ექშენ ანიმაცია.
ასევე ანუ შორს რო აღარ წავიდეთ, ტექნიკურად ესაც მექა ანიმაციაა. ოკეი? მიუხედავად რომ დიდი გიგანტური რობოტი და ისეთი კომპლექსური დიზაინი არ აქვს, ვიზუალიდან გამომდინარე და დიზაინების დეტალიდან გამომდინარე ხვდებით, ხო? Like განსხვავებას. თუნდაც ავიღოთ მეორე სეზონი. ასევე Ghosting და Dimming ატევს, ანუ like compositing საშინელებაა. ანუ ხალხს ეგონა ვაფშე CGI-ია, მაგრამ არ არის CGI. დახატულია 2D ანიმაციაა ჩვეულებრივი. აქ საშინელი Dimming, მაგრამ like პერსონაჟები მოძრაობენ. აქაც ან რობოტია, ანუ მარტივად ვთქვათ მაგ სერიას მეორე სეზონიდან ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ საშინელი კომპოზიტინგი აქვს და ფერები საშინელად არის შერჩეული, like ანუ ახლა ამ მეტალის ეფექტის შექმნას და ვიზუალის შექმნას ცდილობდა ვინცე გააკეთა და აირჩია, მაგრამ არ უხდება, ოკეი? CGI-ის გავს მართლა, მაგრამ მაინც თვითონ ანიმაცია დიზაინიდან გამომდინარე, like ძალიან კარგია. და პერსონაჟებიც ასევე მოძრაობს თავისთავად, გენოსიც და რობოტიც. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მოკლე ბრძოლა იყო, ანუ ანიმაციის მხრივ უფრო მეტი წვალება დაჭირდებოდათ. და ასევე Ghosting-ს და Dimming-ს რატო წამატებენ ხოლმე, რატო ბურავენ ხოლმე, ეგ არის ხოლმე დამოკიდებული იმაზე თუ დილის ეთერში აჩვენებენ თუ საღამოს ეთერში. და დილის ეთერში თუ აჩვენებენ აფეთქების სცენები თუ არის და ნათებები თუ არის მაგ სერიაში. და ეგ დაემართა მაგალითად Jujutsu Kaisen-ის მეორე სეზონს, ანუ თავიდან აჩვენებენ საღამოს ეთერში და გადაიტანეს დილის ეთერში. და დილის ეთერში როცა აჩვენებენ უყურებენ ბავშვები, 90-იანი იყო შემთხვევა ერთი, როცა პოკემონის სერია აჩვენეს, რომელშიც ყოლა ძალიან ბევრი ნათება რაღაცა ეფექტები და ბავშვებს დაემართათ სიჟარ. და მაგის მერე მიიღეს კანონი, თუ დილის ეთერში აჩვენებენ და აფეთქების და რაღაცა სცენები არის, უნდა დაადონ Ghosting და Dimming. მაგრამ მესამე სეზონს იმდენად საშინელი ანიმაცია აქვს, რომ like ეგ Ghosting და Dimming კიდე უარესს ხდის, მოდი ასე ვთქვათ, და აფუჭებს უარესად.